ბათუმის მერიის წინ გამსახურდიას ქუჩის 11 ნომერში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გასული წლის ნოემბერში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის სანაცვლოდ თვითმმართველობისაგან მუდმივი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ. დაზარალებულების თქმით, ქირი ცხოვრება მათთვის უკვე გაუსაძლისია, ისინი მერიისა და საკრებულოსაგან ქალაქის ფარგლებში ახალ ობიექტში შესახლებას მოითხოვენ. მათთვის მისაღებია შავი კარკასიც. დაზარებულთა ინფორმაციით აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზეც უნდა განხილულიყო, რის გამოც ისინი პასუხს ამ ეტაპზე ირაკლი ჩავლეიშვილისაგან ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას 11 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად 6 თვის წინ მთლიანად დაიწვა. შედეგად 9 ოჯახი და 5 კომერციული ფართის მეპატრონე თავშესაფრის გარეშე დარჩა. ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც იყო ამ სახლისთვისარეაბილიტაციოდ გამოყოფილი, იმ თანხას დაამატონ კომპენსაციისთვის, რასაც ყოფენ და აგვიშენონ შავი კარკასი. თუნდაც შავი კარკასი ადგილზე. არ ვითხოვთ ჩვენ კიდე გარეუბანში არა, მაგრამ სადაც შეუძლიათ, როგორც შეუძლიათ დაგვაკმაყოფილონ. ჩვენ ვითხოვთ ჭერს თავზე. დავიღალეთ ამდენი ლოდინით. 5 თვეა დავდივართ. ახლა მოგეხსენებათ, როდის რა იყო და იგი დღეს ხვალ. დღეს მოვედით საბოლოო სიტყვის სათქმელად, რომ გეტყვითო ადგილზე ავაშენებთ თუ გადაგიყვანთო. ჩვენ თანახმარიო ვართ. ყველაფერზე თუ ადგილზე აშენდება, იმაზე თანახმარ ვართ და თუ სადმე იქნება ხამთლად იქეთ არ წავალ ახლა.